საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ადამიანთა კეთილდღეობა უპირველესად დაკავშირებულია ეკონომიკურ სიმდიდრესთან. ეკონომიკური განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა. რა კავშირია მათ შორის და როგორ ფასდება ის? სტუმართან ერთად ვაგრძელებთ ამაზე საუბარს. ნესტან გაფრინდაშვილია, ისეთი გლობალის უფროსი კონსულტანტი, ეკონომისტი გვერდება ეთერში. ქალბატონ ნესტან, პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით ანა და მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირიქით მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით და მადლობა მოწვევისთვის. ბედნიერებისა და კეთილდღეობის შესახებ შეფასებები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს 21 საუკუნეში, რადგან ბედნიერებისკენ სწრაფვა სახელმწიფო დონეზე ადამიანის უფლებების კონტექსტშიც გაჩნდა. თავდაპირველად აი ამაზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად რა განაპირობებს ამას? დიახ, ზოგადად ბედნიერების და კეთილდღეობის შეფასებები ინტერესის საგანს და ასე ვთქვათ, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან, ეს ახალი არ არის. შემდგომ პერიოდშიც არაერთი მოაზროვნე, ასე ვთქვათ, მეცნიერი ცდილობდა რომ შეესწავლა ეს საკითხები და მე ვფიქრობ, განსაკუთრებით აქტიური ეს საკითხები გახდა საჯარო პოლიტიკაში და მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნავ ეკონომიკურ მეცნიერებებში უკვე მე-18 საუკუნიდან და დღემდე მოყვება ეს განვითარების ეტაპები და აი ეს ბედნიერებისკენ სწრაფვა რო ადამიანის უფლებების კონტექსტში გაჩნდა სახელმწიფო დონეზე კვლევაში ეს საკითხი აღნიშნულია და უკავშირდება ზუსტად მე-18 საუკუნეში შეიძლება მაყურებელთა ნაწილი მიხვდათ კიდეც უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ჩანაწერს მაშინ მოგეხსენებათ რომ კონსტიტუციის დასაწყისშივე მეორე პარაგრაფში გაკეთდა ასეთი ჩანაწერი რომ შემოქმედმა ღმერთმა ადამიანებს მიანიჭა განსაზღვრული განუყოფელი უფლებები და მათ შორის არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. ეს მოვლენები უბრალოდ ერთმანეთს ემთხვეოდა, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში ჩნდებოდა ეს ასეთი სახით ასახვა ხდებოდა ბედნიერების და კეთილდღეობის და გარდა ამისა მეცნიერული მიმართულებითაც ვითარდებოდა და ეს კონცეფციები ბედნიერება და კეთილდღეობა მეცნიერების ინტერესის საგანი გახდა და ეს იყო ყველაზე საინტერესო და 21 საუკუნეში უკვე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პირობებშიც არ არის გასაკვირი რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევს. საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ ეკონომიკური მეცნიერებები. აი ამასთან მიმართებით გითხავთ უფრო დეტალურად. რამდენად არის ეკონომიკასთან კავშირში ბედნიერება და ზოგადად აი ამ ორ შორის როგორი ურთიერთმიმართება, ურთიერთკავშირი ამაზე რომ ვისაუბროთ? დიახ, საინტერესო არის ის, რომ კვლევები, რასაც აჩვენებს და ეს კვლევები უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან აქტიურად ტარდება. რა თქმა უნდა, კავშირი არის ის, რომ ფინანსური შემოსავლები და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანის კეთილდღეობაზე და მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზეც მოქმედებს დადებითად ეს ფაქტია და კვლევებიც აჩვენებს, თუმცა რაც არის საინტერესო და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი კვლევა ასეთი მისი შედეგების შემდეგ ცნობილი გახდა როგორც ისტერლინის პარადოქსი და პარადოქსულობა მდგომარეობდა იმაში რომ კი დასაწყის ეტაპზე როცა ღარიბია საზოგადოება მისთვის ის დამატებითი შემოსავალი რა თქმა უნდა კეთილდღეობას და ბედნიერებას ზრდის მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს პირდაპირი კავშირი აღარ იკვეთება ანუ დამატებითი შემოსავალი უკვე გარკვეულად ეკონომიკურად შედარებით დაწინაურებული ქვეყნებისთვის ინდივიდების დონეზეც და დამატებით იმ დონის ბედნიერებას აღარ იწევს ხო და ეს იყო მთელი პარადოქსული ასე ვთქვათ შემთხვევა ამ შემთხვევაში და მსგავსი კვლევები არაერთი შემდეგ კიდევ ჩატარებულა და ეს შედეგები დასტურდება კი რაც შეეხება მსოფლიო ბედნიერების ანგარიშებს რის მიხედვით აფასებენ ქვეყნები თავიანთ კეთილდღეობას დიახ მსოფლიო ეხლა კვლევაში რაც არის წარმოდგენილი ძალიან გვინდოდა გვეჩვენებინა ორი მიმართულება ამ კეთილდღეობის და ბედნიერების შეფასების მოდელების. ერთი არის ის, რაც შეიძლება იყოს ეროვნულ დონეზე და ამ მხრივ საინტერესოა და საინტერესოა მთლიანად ეს შეფასებები და მეორე მხრივ არის უკვე საერთაშორისო დონეზე არსებული ინდექსები და მოდელები. კვლევაში განხილულია ორივე ნაწილი, აი მაგალითად ეროვნულ დონეზე ძალიან კარგი მაგალითია არსებობს გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კეთილდღეობის დაფა, აი ესე ქვია და 10 სხვადასხვა განზომილების მიხედვით ფასდება მთლიანად ერის კეთილდღეობა. არა მხოლოდ მაგალითად მთლიანი შიდო პროდუქტი მოსახლეობის ერთსულზე რამდენია, არამედ ეკონომიკური პარამეტრების გარდა იქ არის გათვალისწინებული სოციალური გარემოს დაცვითი და ბევრი 10 სხვადასხვა მიმართულება. და გარდა ამისა არსებობს საერთაშორისო დონეზეც ხო ეს ინდექსები და ინდიკატორები და სამი ასეთი ინდიკატორი განვიხილეთ კვლევაში. ერთი არის ადამიანის განვითარების ინდექსი, მეორე არის ბედნიერი პლანეტის ინდექსი, რომელიც ძალიან
მნიშვნელოვანია სხვათა შორის და ბედნიერების ანგარიშები არის უკვე მესამე. ეს საკითხი სულ რამდენიმე კვირის წინ მე მგონი მედიაშიც აქტიურად დაიფარა, როდესაც გამოქვეყნდა ბედნიერების ანგარიშის შედეგები მათ შორის საქართველოსთვის და ვფიქრობ, რომ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდიკატორები ვითარდება. აი საქართველოს ახსენეთ ახლახან. აი ამ რეიტინგებში სად არის საქართველოს? ამაზეც რო ვისაუბროთ. დიახ, ეს საინტერესოა, კი, საქართველოს შედეგები, როგორც უკვე ახსენე, მაგალითად, მსოფლიო ბედნიერების ანგარიშზე უკვე იყო საუბარი და ვიტყვი, რომ ბოლო 2025 წლის შეფასებით ბედნიერების ანგარიშები აფასებს. ეს არის საინტერესო ამ კვლევაში, რომ როგორც წესი ისინი აფასებენ წინა 3 წლის მონაცემებს, ანუ არა ერთი, მაგალითად 2025 წელს რაც გამოქვეყნდა ანგარიში, შეფასებულია 22-24 წლის მდგომარეობით ცხოვრების შეფასება, ადამიანების მიერ გაცხადებული ეს ცხოვრების შეფასების ქულა 10-ქულიან შკალაზე და ამ რეიტინგებით საქართველოს აქვს 5.4 ქულა მთლიანი 10 ქულიდან და არის 91 ადგილზე თუ სწორად მახსოვს. რაც შეეხება ბედნიერი პლანეტის ინდექსს, ეს უკვე სხვა კუთხით აფასებს უფრო ამ კეთილდღეობას, ეს არის უშუალოდ გარემოს დაცვითი ეფექტიანობის კუთხით, ანუ ეს ინდექსი არც ერთ ეკონომიკურ პარამეტრს არ მოიცავს. სხვათა შორის ამ ინდექსში შედის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, ცხოვრებით კმაყოფილების კომპონენტი და შედის ნახშირბადის კვალი. მანამდე იყო გარკვეული პერიოდი ეკოლოგიური კვალი, ასევე ეს გულისხმობს სათბური გაზის ემისიებს, რაც ქვეყანაში ფიქსირდება. და ანუ ფაქტიურად ეს ბედნიერი პლანეტის ინდექსი გვეუბნება და აღნიშნავს იმ ეფექტიანობის მაჩვენებელს, რითაც ქვეყნები აღწევენ საკუთარი საზოგადოების კეთილდღეობას, ოღონდ რესურსების ეფექტიანად გამოყენების ფარგლებში. ანუ გარემოს დაცვითი რესურსები იგულისხმება ამ შემთხვევაში და როგორც უკვე აღნიშნე, კონკრეტულად ამ ინდექსში არც ერთი ეკონომიკური პარამეტრი არ გვხვდება. მაგალითად, ბედნიერი ცხოვრების, მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშებში იქაც ეს ქულები დგინდება მხოლოდ ერთი კითხვის საფუძველზე. გალაპის კვლევითი ორგანიზაცია მისი გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება ეს შეფასებები და კითხვა არის ასეთი: ადამიანებს ეკითხებიან, წარმოიდგინეთ კიბე 0, რომელიც დანომრილია 0-დან 10-მდე და თქვენ 0 აღნიშნავს თქვენთვის შესაძლო ყველაზე უარეს ცხოვრებას და 10 აღნიშნავს თქვენთვის შესაძლო საუკეთესო ცხოვრებას და თქვენ როგორ გძნობთ აი ამ კიბეზე, რომელ საფეხურზე დგახართ? აი თვითონ კითხვაც ძალიან საინტერესოდ არის დასმული, რომ დავუკვირდეთ, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ფსიქოლოგი არის ჩართული ასეთ კვლევებში და ყურადღება ექცევა, ანუ ეს კითხვა არ არის უბრალოდ რამდენად ბედნიერი ხარ, ან რამდენად კმაყოფილი ხარ ცხოვრებით, ხომ? გეკითხებიან კონკრეტულად შენ როგორ გძნობ თავს ამ კონკრეტულ მომენტში, შენი ცხოვრება რომელ საფეხურზეა. და აი ამ პასუხების შედეგად, რაც არის მიღებული, შედგენილია ქვეყნების რეიტინგები და როგორც უკვე ახსენე საქართველოს რეიტინგი, თუმცა შემდეგ ამ შედეგების ახსნა ხდება 6 ამხსნელი ცვლადის საშუალებით. აი ეს არის საინტერესო ბედნიერების ანგარიშებში და ამ 6 ამხსნელ ცვლადში ერთ-ერთი არის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, თუმცა დანარჩენი არის უკვე სხვა სოციალური და სხვათა შორის მთავრობასთან დაკავშირებული, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხებიც არის, ქველმოქმედებასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ.